ჩემს წარმოდგენაში ეს ვიდეო ზუსტად ასე იწყებოდა. მეგობრები ლამაზი მანქანებით მიდიან ასევე ლამაზ ბუნებაში. რა ჯობია ხო ამას? მით უმეტეს შენს ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მწვანეა, სადაც იმდენი წყალია, რომ ალბათ მთელ პლანეტას ეყოფა. იმ ქვეყანაში, სადაც ყველა შენი ახლობელი ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ყველა კუთხეს კარგად იცნობ და ქვეყანაში, სადაც ჯერ ისე ვერ გაიგეს, რომ ნაგავი ძირს არ უნდა დაყარო. ძალიან გულით მინდა მჯეროდეს, რომ ადამიანებო, ვინც ეს გააკეთეს, არ იციან რა ზიანს აყენებენ ბუნებას. არ იციან, რომ პლასმასას ბოთლის მიწაში დაშლას სჭირდება 450 წელი. წარმოიდგინეთ, რომ ამ ნაგავს უტოვებთ თქვენი 10 თაობით შემდეგ შთამომავლობას. ან საერთოდ ვერავის უტოვებ. იმიტომ რომ დადგება დრო, როცა ამ ყველაფერს პლანეტა ვეღარ გაუძლებს. მაგრამ მანამდე ამ ყველაფერს ჩვენი ორგანიზმიც ვერ გაუძლებს. რადგან დაშლის შემდეგ ეს ნივთიერებები ისევ წყალს ერევა და ისევ ჩვენთან ბრუნდება. ჩვენ ეს ადგილი კი დავალაგეთ, მაგრამ ამ პრობლემას ასე მარტივად ვერ მოვაგვარებთ. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ჩვენ გამომწერებს და ასევე იუთუბერებს, რომ ერთ დღეს ყველა შევიკრიბოთ და წავიდეთ დასალაგებლად. ეს ყველაფერი ნამდვილად ხეს შეუწყობს და უკეთესობისკენ წაიყვანს ჩვენს ლამაზ ქვეყანას. ასე რომ, თუ მზად ხარ, შემოვერთდე დასუფთავების აქციას, დაგვიკომენტარეთ და ასევე გაწევრიანდით ჩვენ Facebook ჯგუფში, სადაც დავპოსტავთ ადგილმდებარეობას და დროს, როცა ჩატარდება ეს აქცია. აქვე არ დაგავიწყდეთ და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხიც. ახალ ეპიზოდს ვიწყებთ ალგეთის წყალსაცავიდან. მიზანი რა თქმა უნდა overlanding-ია და პლუს დღეს არის იეტის დაბადების დღე. ვინც არ იცით იეტის შესახებ, ესე იგი დიდი ხანი არ მიცნობთ. ესე იგი ჩვენ გვაქვს მოლაშქეთა კლუბი. მე სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ესე აქტიურად ვეღარ ვარ, მაგრამ როდესღაც ყველაფერი აქედან დაიწყო. იეტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პირველი მოლაშქეთა კლუბი იყო. დღეს 14 წელი შეგვისრულდა და ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანით. ძალიან ბევრი ადამიანთან ერთად იყო ლაშქრობა, მათ შორის Zipline Georgia, ჭილის ტბაზე ბევრს გემახსოვრებათ. ამდენი წელი გავიდა და ნამდვილად იმსახურებს ეს ემოციები და ეს ნოსტალგიური მომენტი დღეს აღნიშნოს. ამიტომ წამოვედით, ბანაკი უკვე მოწყობილია, ეხლა ცეცხლს ავანთებ და საღამოს გავატარეთ, მეგობრებით ჩამოვლენ წესით ხვალ და რაღაცა ესე გავიხსნებთ კარგ ამბებს, რაც გულწრფელად რო გითხრათ ძალიან ბევრი იყო რთული ლაშქრობებიც, იყო მარტივი ლაშქრობებიც, იყო ისეთი ლაშქრობებიც, რომელიც პირველი კლუბი ვიყავით და პირველი ჯგუფი ვიყავით, ვინც ეს შეასრულა. მოკლედ ძალიან ბევრ ადამიანს ემახსოვრება, ვისაც ლაშქრობა და მოგზაურობა უყვარს იეტი და დღეს არის დაბადების დღე და ეს უნდა აღვნიშნოთ. ესამა ცოტა გვაწვალა გზაში, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ თავის ფეხით მოვიდა ბანაკამდე. გაშლილი არის ბიჭები, შეშაზე არიან. ეხლა ცეცხლი წამოინთება, საკვებსაც მოვამზადებთ, რა თქმა უნდა და გვექნება ძალიან საყვარელი overlanding-ი. დღეს ქალაქთან ახლოს ვართ, შუა დღეს წამოვედით, იმიტომ რომ არ გვეცალა და მაინც არ გამოვტოვეთ ეს შანსი და საღამოს უკვე ვართ ალგეთის წყალსაცავზე. ერთ-ერთ ეპიზოდში გახსოვთ ბურგერი ქვაზე გავაკეთეთ. ეხლა იწვიმა, სველი არის ყველაფერი და ქვას ჭირდება დიდი ცეცხლი. ამიტომ დრო არ გვაქვს მაგისთვის და ეს ყველაფერი რისთვის მაქვს. ვაკეთებთ ნაღდ ბურგერს. ბურგერის კატლეტის სატკეპნი დაგვრჩა. ამიტომ აჭარის ეპიზოდი ვისაც გაქვთ ნანახი, ირაკლი დოლიძე კატლეტს აკეთებს, ეგეთი კატლეტი გვექნება ახლა ჩვენც. სწრაფი რეცეპტი. აისბერგის კომბოსტოს ეძახი, კიტრის მწნილი, დოგვი, მაიონეზი, კეჩუპი, ერთად არეული და კიტრის წილის წვენი. მერე პურების კარგად გახვა. ამას მარტო შავი პილპილი და მარილი და გამოდის იდეალური ბურგერი.
ჰა? აპურებული ბედნიერი ხალხი, აი? აი, მირო. კარგია, როზი ხარ და სხვა აკეთებს საჭმელს. აი, მე მამონავებენ. იდახოს გავლოკავ და აი, ბოლო ნაყრებს ჭამ რა, მოგლეჯილი პური. აღარც ისა მაქვს, კიტრი მაქვს. აი, გარი ჩემი ცხოვრება. კომბოსტო მაქვს ბევრი. აი, კიტრი იმებში არის. ესე. ნაგავი. რა გინდა შევაცოდო თავი ხალხს, რომ გამომიწერო, რა გამიტრაკეთ სახე. ხალხ გამიწერეთ. იმიტომ რომ მართლა მე აი ესე რა. და სარაპოსტო კი მოგამჩნდა. თან როგორი პატარა არის ნაბოლარაშვილივით. რაც მორჩა. ამათ რაც არ ჭამეს იმავჭა. ყველაფერს ვასხაუბე. რას უზია? წარმოდგენ არა ვარ. იმედი არ მოგდებით ამაღა. მაგრამ ნუ ამათ მოეწონათ. არ ვიცი მატყუებენ თუ არა, მაგრამ მოეწონათ. აჰა. აი დაახლოებით იცი როგორი არის? მაგნაცო გამოიძახებ და ბურგერიო გაშლილი მოდის და გაფანტული. ეგეთია. აი. წეგან გამოუში უკვე რა. თქვი ეხაროთ ყველას არ გაქებდა. რა გინდა ეხა ჩემთან ვარ ვიქებ. ამასობაში გაგვიწვიმდა და მოვიდა პირველად ამის ახსნის დროც. ნუ დიდათ არაფერს აკეთებს, უფრო მაღალი თუ ვინმე იყიდით, უფრო მაღალი უნდა იყოს. მაგრამ ნუ ცოტაზე რაღაცა სიზავს. შენ გნახავ აი ეს ნაყინის სტენდი რო გაქვს იმში ჩამოხეულს. ხვალ რო ისე წურამდე ხოსაც აეწყივით. A few moments later. ასველებ შენი მის. YouTube-ზე როგორი ტექსტი იქნება იცი? შუა ღამეს ტენტის აკეთვა მოგვიწია. თემოს დუში უნდა. ისენი აქ მოსახსენებს ფრიცები აქ. ეს ახლა ეს დაიჭირე, თემო. თემო თუ აქცია ხელი გაუში. თორე შეიძლება რაღაც პარაპლანი გავა. შეიძლება ტბაში ჩავარდე. ხო და თავარია ადამიანი. ის ვიდეო რო არის, ხო იცი? გეი. მილიტარისტობიდან ჰიპსტერობამდე გავიარე დიდი ბევრი კილომეტრი და მივხვდი რომ ჰიპსტერობა ჯობია. მომენტი როცა ბევრი იწვიმა, სველი შეშარი და ისაც არ არის ბევრი. სიცივე არ გინდა რა. ტექნოლოგია. კინო ჩვენებისთვის ვემზადებით. აი ამას დავამაგრებ მეაგე რამთხან იმასე. ნიკო იქნება, მოიცა? ეს ტობაზე ავდივართ პირველი ასვათა შორის. სუ პირველი? სუ პირველი 2014 წელი არის, ვახო აგე. ეს ბატონი იმფლუ. ვაი მე მირიანი პატარა. ეს მეების დაწერების გარეშე. რა პატარა ხარ? ხმერთ. ეს ბექა არის. 1977 წელი. ჩვენ მივდივართ ტობაზე სხვათა შორის, მაშინ გზა არ იყო, ეხლა რო ადიხართ ისე. ეს ჰამაკში გამოკიდებული. ჭილის ტბაზე. ბოლო ციგნი აქ წაიკითხა მირია. ეს ბალავში რომ გამოდის შენს მინდორზე ხელში პრანით პრანიტში. პრანიტში. ეს იყო იგლუ. ეს ბატონ ლევანია გეჩეზე მწვანეზე პრეზიდენტი. და აქ მგონი ჩემი დაბადების წელია? შენ და ილოსკი. ხო, ჩემი და ილოსკი. მე გიტარაზე ვკრავ და ის ბიჭი უკრავს ჰარმონიკას. საგდებს მაგრამ ვერ გაიმეტა ბოლომდე. როტო გაზე ვაქანავებთ ბუბუს. მე ინანეს ცხოვრებაში. ბევრჯერ ინა და. კი, რატო აკეთებდით ესეთებს არ ვიცი. ვაი მე ღმერთ. რაც მომენტებში ფეხზე ხელი მეშვებოდა და ეს არის ანრის კურთხევა გომისთაზე. ხო, ეს ბატონი ანრი ვაკურთხეთ. სად ვარდე? სახლში ჩავარდა, ის არის სახლის სახურავი. სხვათა შორის ეს იყო პირველი გასვლა
თოვლში გომისთაზე, საერთოდ პირველი ტური იყო გომისთაზე, თოვლში, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. ზამთრის გომის. აფრიკულ კალიმბაზე უკრავ მე და ხუტა უკრავს გიტარას. Oh, call in the submarine, round the world we'll go. Does anybody know if we're looking out of the day for another dream? ეს არის მაშინ როცა გომისთა ჯერ კიდე ნონსენსი არისო და ხალხი არ დადიოდა და ხუთი მარშრუტით მოდიოდით ხოლმე. რაღაც ძალიან ისე როგორი ახალგაზრდა ვარ 80 წლის ხალხი მithursenებს. წვერი როგორ ალაგალაგა. ვინი ფიქრებდა თავის დროზე 2 მაისს 2011 წელს ლაშქრობაში მივდიოდი, რომ 14 წელი გაუძლებდა ჩემი მუხლები ამ ყველაფერს. და გაუძლო. რაღაც ისევ ლაპარაკობთ ხოლმე ჩვენ მეგობრებზე თითქოს გარდაიცვალნე და ხა გამოჩნდით რა თორე რა ვიცი. დავაი 1 2 3 ეგ არის. ტურები სტავს ვიკრავენ ტრადიციულად ჩაი და თუნდაც რო თქვა ბევრი ისეთი წელი მახსენდება და ლაშქრობა რომელიც არასდროს არ დამოუწდება რა მე ხარ რასაც საქმიანი არის იეტის დამსახურება და მთელი ცხოვრება ვიქნები მაგაზე მადლიერი იმიტომ რომ ჯერ დაიწყო ლაშქრობა ჯინსი შარლით რო გამომეცხადა პირველ ლაშქრობაში 3 საათში გადაწყვეტილი ამბავი იყო და წავედი ჯერ დაიწყო ლაშქრობით მე ისეთ ადგილას ნახულობდი რომ ანუ ეს უეჭველი უნდა გადავიღო მეთქი მე გადაღება და მე ყველაფერი მე გვიღალატა და წავიდა და ინფლუენსერი გახდა და დაგტოვა მიგვაგდო იეთში დავრჩით ესე მარტო ესაც აი წელიწადში ერთხელ ხედავთ ხოლმე აი ესე თუ გზაზე სადღაც გადავიყრები ხოლმე მანქანა დავინახე ვიცანი მეთქი მივიდე მირიანი გაშვება რომ ო ნაღმარზე იდგა და ვერ ქოქავდა და დაუვი ბიჭო ამის ასაკსეცი პატივი იყო ეგ ტექსტი მოდი ეს იყოს ბოლო დაბადების დღე 2 მაისი იეთის რომელსაც საქართველოს შევხვდები და იმედი მაქვს რომ შემდეგ წელს ჩვენი მანქანებით ამით იმედი მაქვს რომ ამით და მირიანი თავის რაღაც ფირმა დაკომებით ვიქრებით სადმე სხვაგან და ისლანდია არმიდა სიცივე ხო გითხარით სიცივე ჩემი არ არის მე ამ არ შემიძლია კი იეტი ქვია და უთხარი ფისოები არის ხალათია მაგას ვაი არის რამდენმა ადამიანმაც ჩვენი ლაშქრობები გამოიერა და ჩვენი ზიპლაინი იმის მესამედმო ჩემი არხი რომ გამოიწეროს YouTube-ზე მაგრა წინ წავა საქმე მინიმუმ 50000-ში ხო მინიმუმ და ბიჭო გამოიწერე რა დაგაკეთა ცოტა მკაცრი ვიყავი ჩამკეტი ვიყავი მაგრამ ჩამკეტობა იმას ნიშნავს რომ კარგად უნდა გატარო თქვენ ჩანთებსაც მე დავათრევდი რა ვიცი მეორე სერია იწყება უამინდოვის დავაბით ტენტები მემზადებით უკვე შეიძლება იმაზე ძლიერი იყოს ცნობილია რაც რეალურად არსებობს სეტიკია საფლავის ყველაფერი 7 ჯერ დაეცა მეხი და ახლა რო დაგუგლო იძებენება ექნება რა 7 ჯერ პიკი აუდა გამოიქიდოს არავში იმასა რთული ღამის მერე როგორც იქნა გათენდა ჩვენ მახჭურლობამ გმირულად გაუძლო ძლიერ უამინდობას
ზეც ამოვიდა, რომელსაც როგორც წესი კარავში ეგრძნობ, როცა ღამის სიცივე სითბოთი იცვლება. სიმართლე გითხრათ, ამ დროს არის ყველაზე ტკბილი კარავში ძილი, მაგრამ სამწუხაროდ ამას დიდი ხანია მოკლებული ვარ, რადგან სხვა შემთხვევაში ამ კადრებს ვერ ნახავდით. ამიტომ თქვენ არ დაიზაროთ გამოწერა და ამასობაში ჩვენი შემდეგი დღეც დაიწყო. დღევანდელი ჩვენი მიზანია გავტესტოთ წყლის დრონი. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გამოვცადოთ, შეძლებს თუ არა დრონი წყლიდან აფრენას. შემდეგი ჩვენ ბანაკს ავშლით და წავალთ დიდგორის მონუმენტის გავლით უფლით ციხისკენ. ძალიან ცუდი ღამის შემდეგ, წვიმიანი ამას გულისხმობ, ბუნებაში გაღვიძება, მე მზე თუ გამოვიდა რაღაცა საკე ზღაპარე, მარტო მე ვუძავს. და ჩიტები და მთელი ბუნება გამოვიდა, გაიღვიძა, ყველა თავის საქმეზე არის გამოსული და რაღაცა ჟრიამული არის რა. ისმით, ეს არის დადებული, ეს ნაღდი ხმა არის, ბუნებრივი ხმა. ესე ღია სივრცეში გცაბო რაღაცებს უღებს თავის ტელეფონით. პირველი ტესტი გვექნება წყალგამძლე დრონის აგეთის წყალსაცავში უნდა ჩავაგდოთ. იმედი არ გაგვტაცებს და იმედი არ დაიწვება. ეს ავაწყე დაახლოებით 3 თვის წინ, მაგრამ ეხლა უწევს პირველი ტესტი. ისე შეგზემა მაქვს, თითქოს რაღაცა მიყვავს დასაკვირად. ხალხი მივდივართ, რომ უყუროთ დრონი როგორ უნდა დაიწვეს ან არ დაიწვეს, არ ვიცი. მოვიტრიალებ ეგრევე. მიდი, აფე. იცურე. ეს გახსნის საერთოდ სხვა ერას რა. ისლანდიაში და არა მარტო ისლანდიაში, ეს იქნება ამბავი, რომ ჩანჩქერთან ერთად მოდიხარ დაივით. პირველი ალბათ კინჩხაში იქნება კაი ამის გადასტო. ტესტი შედგა და ამ ზაფხულს ამ დრონს კაი დატვირთვა ექნება. ეხლა ამ წყალს გადავავლებ. Unity არის ყველაზე ისეთი მომენტი, რომ წყალი არ უნდა შესულიყო, ეპოქსიდი დავასხით და ეპოქსიდმა კარგად იმუშავა პრინციპში. აქამდე დაიწვებოდა თუ წყალი შევიდოდა, ასე რომ ყველაფერი კარგად არის. ტესტი შესრულებულია, ეხლა ავლაგდით და წავედით დიდგორზე. დიდგორის მემორიალი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის შესახებ. მემორიალთან მისასვლელი ორი კარგი გზა არსებობს. ერთი ადის მცხეთის მხრიდან, სოფელი ნიჩბისის გზით, მეორე კი არის მანგლისის მხრიდან. ორივე გზის საფარი ძალიან კარგია და ყველა შეუძლია ესტუმროს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს. დიდგორის ბრძოლამ, რომელსაც ისტორიკოსებმა ძლევაის საკვირველი უწოდეს, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ მთელ კავკასიაში იქონია უდიდესი გავლენა. საფუძველი ჩაუყარა საქართველოს გაერთიანებას და აღორძინებას და დაიწყო ქვეყნისთვის ოქროს ხანა. ბრძოლა დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრობის წინააღმდეგ დიდგორის ველზე მანგლისთან ახლოს გაიმართა და 1121 წლის 12 აგვისტოს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა. ეს ის გამარჯვება იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერა ოქროს ასოებით. სხვადასხვა წყაროებში დაცულია განსხვავებული ცნობები ლაშქრობის სიდიდის შესახებ. თუმცა როგორც ქართულ, სომხურ, ლათინური, ასევე თვითარაბული წყაროების მიხედვით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრობა ბევრად აღემატებოდა ქართულს. კოალიციის ლაშქრობის დამარცხების, მისი დევნის და საბოლოოდ განადგურების შემდეგ დავით აღმაშენებელს გზა გაიხსნა თბილისისკენ. მოგვიანებით 1122 წელს თბილისის, ხოლო 1123 წელს დმანის აღება დიდგორის ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენდა.
დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო განთავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში. ამასთანავე საქართველოს საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოს სახელი. დიდგორის მემორიალი არის ადგილი, სადაც ყველა უნდა იყოს ჩემი აზრით ნამყოფი. თან თბილისთან ძალიან ახლო არის და არის ულამაზესი. თან ისტორიული, თან მთის ფერზე არის და ყველაფერი ჩანს ხელის გულზე, აი მომენტებში შეიძლება ღრუბლების ზემოთაც იყო. უფლისციხესთან ძალიან ახლოს ვართ. უბრალოდ ამინდი რა თქმა უნდა გაფუჭდა, გაზაფხული არის და ყოველ მომენტში იცვლება. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე არ იხურება. უფლისციხე 6 საათია უკვე და მინდა რომ მივასწროთ. აქეთ არის უდაბნოს მთებინა და ეს მატარებელი და ის როგორი იმას გავს ხო რაც თითქოს ტეხასში და დაგვრჩა სადღაც 10-12 კილომეტრი. ჩვენ დღეს სრულდება და მიწურულს უფლისციხის გზაზე დაღლობაც დაგვეტყო. მაგრამ არსებობდა მხოლოდ ერთი მიზანი და ეს იყო ამ დღის დასრულება 1000 წლოვან გამოქვაბულებში. ამინდის გაუარესების მიუხედავად გზა ულამაზეს პეიზაჟებს ქმნიდა. ყველაფერი საგაზაფხულო მორთულობით დაყვავებული დახვდა და გზის ბოლოს შეგვეგება უფლისციხეც. შთამბეჭდავი მედიდური და ისტორიული ჩვენი მემკვიდრეობა, რომელიც კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი იყო. მას 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული უძრავი ძეგლის სტატუსი. 5 წუთით ადრე მოვასწარით. 5 წუთში იკეტებოდა, ანუ უბრალოდ შესვლის უფლება აღარ გექნებოდა და 5 წუთით ადრე მოვასწარით და შემოვედით. ამინდი ცუდია, მალე წვიმა დაიწყება, მაგრამ უნდა გაუძლოთ. ჩამოუყალიბებელი. დით ვიწოდით ისე ცხელო და გაზაფხულია რა. ვიყინები ზემცივა. ძლიერი ქარია. ვერ ვიღებ დავიტანჯეთ ხოლოდ ჩვენ ვართ. ბოლო 5 წუთში შემოვასწარით და მარტო მე დაფიქრო ვართ. პირველი მოსახლეობა გაჩნდა აქ მე-3000 წლეულში. მე-3000 წლეულიდან, ესე იგი მოყოლებული იქიდან ვითარდებოდა ნელ-ნელა უფლისციხე და უკვე მე-4 საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში ხო უკვე პრაქტიკულად განვითარებული ქალაქი იყო, ეს იყო საკულტო ქალაქი, ასე ვთქვათ, და იბერიის მთავარი საკულტო ქალაქი. აქ იყო რამოდენიმე წარმართული ტაძარი, მზის ტაძარი, მთვარის ტაძარი, აგერ ესაც არის ტაძარი იყო უზარმაზარი აქ და მერე ქრისტიანობის დროს, ქრისტიანობა რო შემოვიდა, ეს გადააკეთეს უკვე სამნავიან ბაზილიკად. ეს არის ფუძე 6 კოლონიანი დარბაზი. ხო და ერთ-ერთი განსაკუთრებული და უძველესი როგორც ვიცი, ხო საქართველოს ბევრი არ არის მსგავსი ნაგებობა. კი ბატონო, განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, საერთოდ განსაკუთრებულია თავისი მასშტაბებით და თავისი ისტორიით უფლისციხე არის განსაკუთრებული. შუა საუკუნეებში მე დააშენეს აი ეს აგურებით რაღაცები, იმით ქვებით, მაგრამ შემდეგ მოხდა მიწისძვრა. მიწისძვრა მოხდა გორში 1920 წელს და ეს ყველაფერი პრაქტიკულად დაინგრა, ისეთი ძლიერი მიწისძვრა იყო, რომ ხალხს ეშინოდა სახლები რო დაინგრა, ახლოს მისვლა ეშინოდა და შუაგზაში დადიოდნენ და იმის მერე 100 წელზე მეტი გავიდა. და ეს გამოთქმა შუაგზაში როვინმეს დაინახავენ და ისა ეუნებიან შენ გორელი ხო არა ხარო. აი მანდედან მოდის ზუსტად იმ მიწისძვრიდან. რაც კიდე დეტალები გაინტერესებდა, უფრო ჩაღრმავება გაინტერესებთ, კი ბატონო, გვესტუმრეთ და დაათვალიერეთ თქვენ თვითონაც. დიდი მადლობა. დღეს ეს ეპიზოდი აქ სრულდება.
იმედია მოგეწონათ და არხის გამწერა არ დაგავიწყეთ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა არის. შემდეგი ეპიზოდი იქნება ჩვენთვის ყველაზე ისეთი მტკივნეული ადგილიდან, ეს არის ტაოკლაჯეთი. ესე იგი ჩვენ ვაპირებთ, რომ წავიდეთ თურქეთში, ამჟამინდელ თურქეთში, ისე ჩვენი ქვეყანა იყო, ჩვენი მიწა იყო და გადავიღოთ როგორც ეპიზოდი, ისე გალფისთვის ერთი ვიდეო რგოლი. ასე რომ გამოწერა და შემდეგ ეპიზოდამდე.